ოკეანის სიღრმეში ცურვა ძალიან შთამბეჭდავია. ადამიანები ხშირად მიემართებიან თავგადასავლების საძიებლად სწორედ ოკეანისკენ, რადგან ოკეანე ზუსტად ის ადგილია, სადაც რაღაც უცნაური და ამოუხსნელი უნდა ეძებო. თუმცა სხვა საქმეა ის, როცა ოკეანე თავად აბრუნებს ზოგიერთ ნივთს წლების ან საუკუნეების შემდეგ ნაპირზე. ადამიანები ასეთ აღმოჩენას დიდ თავსატეხად თვლიან. თქვენ უყურებთ ბუმ შოუს და დღევანდელ ვიდეოში ყველაზე გასაოცარ და ამოუხსნელ მოვლენებს თუ აღმოჩენებს ნახავთ მთელი მსოფლიოს ოკეანედან. დავიწყოთ შედარებით ახალი შემთხვევით, როცა მეთევზეები ნავებით გავიდნენ ზღვაში. მათ ზღვაში რაღაც უცნაური შენიშნეს. შორიდან ეს პატარა კუნძულს გავდა. უფრო ახლოს მისულობს ერთგვარი ბუჩქი დახვდათ, სადაც სხვადასხვა სახეობის მცენარე იყო გაერთიანებული. ეს უნიკალური აღმოჩენა იყო. ერთი მთლიანი ლამაზი ბაღი ზღვაში დაცურავდა როგორც კუნძული. მეთევზეები მიუახლოვდნენ მას და სცადეს მასზე გადასვლა, თუმცა არსად იყო მცირედი ადგილიც კი, სადაც ადამიანი ფეხს დააბიჯებდა. ის მთლიანად დაფარული იყო მაღალი მცენარეებით. საინტერესოა, საიდან გაჩნდა შუა ზღვაში ამგვარი მოცურავე კუნძული, რატომ წარმოიშვა ან რამდენი ხანია დაცურავს ის ზღვაში. ახლა მოგიყვებით ამბავს, რომელიც ნამდვილად შეეხება თქვენს გულს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცხოველები გიყვართ და საყვარელი ძაღლი გყავთ. უკანასკნელი ალბათ რის დანახვასაც ოკეანეში ელოდებით, ეს არის ცხოველი, დაკარგული ძაღლი, რომელიც შველას ითხოვს შუა ოკეანიდან. და მაინც ასეთი შემთხვევებიც ხდება. დამსვენებლები ფლორიდას სანაპიროზე მიცურავდნენ კატერით, როცა შუა ზღვაში დაინახეს ძაღლი, რომელიც შველას ითხოვდა და ვინც ის რამდენი ხანი იყო ის წყალში ასე მარტო. უცნაურია, საიდან გაჩნდა ის იქ, ან თუ კი ვინმეს კატერიდან გადმოუვარდა, როგორ ვერ შეამჩნია. საცუდავი თეთრი პატარა ძაღლი მთელი ძალებით იბრძოდა სიცოცხლისთვის და ეს კეთილი ადამიანებიც სწორედ ზუსტ დროს გამოჩნდნენ იმ ადგილზე. ის შეშინებული იყო. მამაკაცი გადახდა წყალში და ძაღლი გამოიყვანა. საინტერესოა, რომ ძაღლის საყელურით მარტივად იპოვეს მისი პატრონი, რომელიც განიცდიდა მომხდარს და ძალიან ნერვიულობდა. ის იახტიდან გადმოვარდა ის, რომ ვერ გაიგეს რა ადგილზე ჩავარდა. მისი ძებნას კი შეწყვეტილი ჰქონდათ, რადგან უკვე ყველა ფიქრობდა, რომ საბრალო ძაღლი მოკვდა. წარმოიდგინეთ მისი პატრონის რეაქცია, როცა ძაღლი მიუყვანეს. ეს ნამდვილად საოცარი და ამაღელვებელი მომენტია. ჩნდება კითხვა, საიდან აღმოჩნდა ეს ძაღლი შუა ოკეანეში? უпростоრად ნავთობის მომპოვებელ პლატფორმაზე გაჭედილი ოკეანეში. შემთხვევა 2019 წელს მოხდა, აპრილში ტაილანდის სანაპიროსთან ახლოს. წარმოიდგინეთ, ნავთობის მომპოვებელ პლატფორმაზე ნაპირიდან 180 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს ძაღლი, რომელიც მარტო საცუდავად იყო გაჭედილი ამ ადგილზე და ვერაფერს ვერ აკეთებდა. ადგილობრივმა მომუშავეებმა აღმოჩენისთანავე ამოიყვანეს ძაღლი და სასწრაფოდ გამოკვებეს. ახლა ის უსაფრთხოდ არის. ტიმ შედოკი 51 წლის ავსტრალიელი მეზღვაური იყო, რომელმაც მექსიკიდან საფრანგეთის პოლინეზიისკენ 6000 კილომეტრიანი მოგზაურობა გადაწყვიტა. მას თან ჰყავდა მაწანწალა ძაღლი სახელად ბელა, რომელიც მექსიკაში იპოვა და თავის მეგობრად აიყვანა. მოგზაურობის დასაწყისში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ ძლიერმა ქარიშხალმა მათ ნავს კარგი დღე ნამდვილად არ მოუტანა. ქარიშხალმა ნავის დაზიანება გამოიწვია და ყველა ელექტრონული მოწყობილობა, მათ შორის კომუნიკაციის საშუალებები გაფუჭდა. ტიმი და ბელა მარტო დარჩნენ წყნარ ოკეანეში, რამდენიმე 1000 კილომეტრის მოშორებით ნებისმიერი სანაპიროდან. ტიმა და ბელამ ორი თვე წარმოუდგენელ პირობებში გაატარეს. საჭმელი ამოეწურათ და ტიმი იძულებული გახდა თევზი დაეჭირა. ის ოკეანეში თევზს იჭერდა და წვიმის წყალს სვავდა. ბელა ამ პერიოდში ტიმის მუდმივი თანმხლები და მისთვის ემოციური მხარდაჭერის წყარო იყო. მათი გადარჩენა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მექსიკელმა მეთევზეებმა ისინი შემთხვევით აღმოაჩინეს. გემის ეკიპაჟმა ტიმი და ბელა უსაფრთხოდ ნაპირზე დააბრუნა. ტიმი ძალიან დასუსტებული იყო, თუმცა ჯანმრთელი, ხოლო ბელა ტიმს გვერდიდან არ მოშორებია. ეს ისტორია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და ტიმისა და ბელას გამძლეობისა და ერთგულების სიმბოლოდ იქცა. გადარჩენის შემდეგ ბელამ ტიმთან ერთად მშვიდი ცხოვრება დაიწყო, რაც მათი დაუჯერებელი მეგობრობის დასტურიც იყო. შემდეგი ამბავი არანაკლებ საინტერესოა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბოლომდე ბრძოლა. ახალი ზელანდიელი მეთევზე მაიკ ბარდი საოცრად გადაურჩა სიკვდილს ოკეანეში 23 საათის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ის ნავიდან წყალში ჩავარდა. მაიკი სათევზაოდ წავიდა თავის პატარა ნავით. როგორც კი მის ანკეს უზარმაზარი თინუსი მოედო, ბრძოლის დროს ის ნავიდან გადავარდა. შემთხვევა მოხდა წყნარი ოკეანეს სამხრეთ ნაწილში, სადაც მაიკი თევზაობდა. ის ნავის მიღმა დარჩა, რადგან ნავი დინებამ წაიყვანა. ბარტს არ ჯილეტი ეცვა და არც რაიმე ტიპის სამაშველო აღჭურვილობა ჰქონდა. გადარჩენისთვის ის იყენებდა მხოლოდ ნაპოვნ ტივტივას, რომელიც წყლის ზედაპირზე ყოფნაში ეხმარებოდა. მთელი 23 საათის განმავლობაში ის იბრძოდა სიცივესა და ტალღებთან. გადარჩენა სასწაულებრივად მოხდა მას შემდეგ, რაც ის სხვა მეთევზეებმა იპოვეს სრულიად შემთხვევით. ბარდის თქმით, მისი გადარჩენა აბსოლუტური სასწაული იყო. მან აღიარა, რომ გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ
ძლიერი იყო და საკუთარი თავის იმედი ჰქონდა. ბარდმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახლა ის უფრო მეტად აფასებს ცხოვრებას და მეგობრებთან და ოჯახთან ერთად უფრო მეტ დროს ატარებს. მისი ისტორია ადამიანების გამძლეობასა და გადარჩენის საოცარ მაგალითს გვაძლევს. ოკეანეში გადარჩენის ისტორიები მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ არანაკლებ საყურადღებოა ის ამოუხსნელი შემთხვევები, რაც ბერმუდის სამკუთხედს უკავშირდება. ეს ხომ დღემდე მეცნიერების თავსატეხად რჩება. ბერმუდის სამკუთხედი, რომელიც ატლანტიკის ოკეანეში მდებარეობს, მაიამის, ბერმუდისა და პუერტო-რიკოს კუნძულებს შორის 10 წლეულებია იდუმალი გაუჩინარებების ადგილად არის ცნობილი. გემებისა და თვითმფრინავების გაუჩინარებას მეცნიერები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ამინდის მოულოდნელი ცვლილებები და ძლიერი შტორმები ამ რეგიონში, რაც ძალიან ხშირია. ეს შეიძლება გემებისა და თვითმფრინავების ავარიების მიზეზი გახდეს. გოლფსტრიმის ძლიერი დინება ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ის სწრაფად გადაადგილებს ნამსხვრევებს და ართულებს მათ პოვნას. ფსკერზე მეთანის ჰიდრატების არსებობა მათი სწრაფი ამოფრქვევით შესაძლოა წყლის სიმკვრივის შემცირება გამოიწვიოს, რაც გემების ჩაძირვას იწვევს. კომპასის ანომალიები და მაგნიტური ველის უცნაური ქცევა მეზღვაურებსა და მფრინავებს დეზორიენტაციას უქმნის, რაც შეცდომებს იწვევს. ადამიანური შეცდომები და ტექნიკური გაუმართავობა ასევე ამ რეგიონში ხშირი მოვლენებია, რაც ტრაგედიების ალბათობას ზრდის. ბერმუდის სამკუთხედის ფსკერის რთული სტრუქტურა და ღრმა კანიონები ნამსხვრევების პოვნას ართულებს, რაც გაუჩინარებებს იდუმალს ხდის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში კატასტროფები არ ხდება იმაზე ხშირად, ვიდრე სხვა ოკეანურ რეგიონებში და ეს ადგილი ძირითადად მითებისა და ლეგენდების საფუძველზეა ცნობილი, თუმცა მისი ისტორიები კვლავ იწვევს საზოგადოების დიდ ინტერესს. მოჩვენება გემი. ჯოიტა 1931 წელს ლოს-ანჯელესში ააგეს, როგორც 21 მეტრიანი ხის იახტა, ჰოლივუდელი რეჟისორის რონალდ უესტის დაკვეთით. მან გემს თავისი მეუღლის, ჯუელ კარმენის პატივსაცემად ჯოიტა უწოდა, რაც ესპანურად პატარა ძვირფას ნიშნავს. მეორე მსოფლიო ომის დროს გემი ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაეცა. საზღვაო ძალებმა დააკავეს და პატრულის ნავად გამოიყენეს ჰავაის წყლებში. ომის შემდეგ ჯოიტა კერძო მფლობელობაში დაბრუნდა და რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. სანამ 1952 წელს კაპიტანმა თომას ჰენრი დასტი მილერმა არ შეიძინა ის. მილერი სამოაში ცხოვრობდა და ჯოიტას სატვირთო და ჩარტერულ გემად იყენებდა. 1955 წლის 3 ოქტომბერს ჯოიტა სამოას ქალაქ აპიადან ტოკელაოს კუნძულებისკენ გაემგზავრა. გემზე იმყოფებოდა 25 ადამიანი, 16 ეკიპაჟის წევრი და 9 მგზავრი, მათ შორის მთავრობის წარმომადგენელი, ექიმი და 2 ბავშვი. გემს გადაჰქონდა სამედიცინო მარაგი, ცარიელი ნავთობის ბარელები, საკვები და სხვა ტვირთი. მგზავრობა 48 საათს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ჯოიტა დანიშნულების ადგილას არ ჩასულა. 6 ოქტომბერს დაიწყო საძიებო სამაშველო ოპერაცია, რომელმაც 100,000 კვადრატული მილის ოკეანე მოიცვა, მაგრამ უშედეგოდ. 5 კვირის შემდეგ, 10 ნოემბერს სავაჭრო გემმა ტუვალუმ ჯოიტა ფიჯის კუნძულ ვანუალეუს მახლობლად კურსიდან 600 მილის მოშორებით ნახევრად ჩაძირული და მიტოვებული იპოვა. გემი მარცხენა მხარეს ძლიერად იყო გადახრილი, მაგრამ წყალზე ტივტივებდა. გამოძიება მაჩვენა, რომ გემის რადიო საერთაშორისო საგანგებო სიხშირეზე იყო დაყენებული, მაგრამ გაუმართავი კაბელის გამო არ მუშაობდა. ნავიგაციის მოწყობილობები, ჟურნალი და სამაშველო ნავები დაკარგული იყო. ექიმის ჩანთა სისხლიანი ბინტებით იპოვეს, რაც მიანიშნებდა, რომ ვიღაც დაშავდა. გემის სტრუქტურა მთლიანობაში მყარი იყო, რაც კაპიტან მილერს უნდა სცოდნოდა, ამიტომ გაუგებარია, რატომ დატოვეს გემი. მრავალი თეორია გამოითქვა, მათ შორის კაპიტნის დაშავება, ეკიპაჟის პანიკა, იაპონური თევსაჭერი ფლოტის ჩარევა ან მეკობრეობა, მაგრამ არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს. ჯოიტას ეკიპაჟის და მგზავრების გაუჩინარება დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. გემების გაუჩინარებაზე არაერთი ლეგენდა ჩამოყალიბდა. ზოგიერთი თვითმხილველიც კი ამტკიცებს, რომ ასეთ გემებს ხედავს, მაგრამ საბოლოოდ ეს ხალხში გავრცელებული იდუმალი ამბებია, რომელთა რეალობა დღემდე დამტკიცებული არ არის. ამ ამბების ზოგს სჯერა, ზოგს კი არა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამბავი გემს სახელად ლედი ლოვი ბონდის ეხება. ლედი ლოვი ბონდი არის ცნობილი ლეგენდარული გემი, რომელიც როგორც ამბობენ, მოჩვენებად ჩნდება ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, გუდვინის ქვიშებზე, ყოველ 50 წელიწადში ერთხელ. ლეგენდის მიხედვით 1758 წლის 13 თებერვალს კაპიტანმა საიმონ რიდმა თავისი ახალი ლედი ლოვი ბონდი საქორწილო მოგზაურობაში წაიყვანა. ეს იყო უჩვეულო მოვლენა, რადგან იმ დროს ითვლებოდა, რომ ქალის ყოფნა გემზე უბედურებას მოიტანდა. კაპიტნის მეორე ოფიცერი, ჯონ რივზი, საიდუმლოდ იყო შეყვარებული კაპიტნის მეუღლეზე. ეჭვიანობისა და გულის ტკივილის გამო რივზმა განზრახ შეცვალა გემის კურსი და გუდვინის ქვიშებს დააჯახა, რამაც გემის ჩაძირვა და ეკიპაჟის დაღუპვა გამოიწვია. ლეგენდის თანახმად, ლედი ლოვი ბონდი მოჩვენებად პირველად 1798 წელს გემის ჩაძირვიდან 50 წლის შემდეგ შენიშნეს. შემდეგი შემთხვევები დაფიქსირდა 1850
გადახვდარვა 1898 და 1958 წლებში. თუმცა 1998 წელს გემი აღარ გამოჩენილა, რაც შეიძლება იმას მიუთითებდეს, რომ ლეგენდა დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ ლედი ლოუინბონდის ისტორია პოპულარულია, არ არსებობს დოკუმენტური მტკიცებულობა გემის არსებობის ან მისი ჩაძირვის შესახებ. ეს ლეგენდა სავარაუდოდ ზღვის მეზღაპრეების მიერ შექმნილი ამბავია, რომელიც მეზღვაურებს შორის თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ლედი ლოუინბონდის ისტორია ხშირად გამოიყენება ზღვის ლეგენდებისა და მოჩვენებათა ისტორიების კონტექსტში, რაც აძლიერებს მისი იდუმალებისა და რომანტიკის აურას. გუდვინის ქვიშები, სადაც გემი, როგორც ამბობენ, ჩაიძირა, ცნობილია თავისი საშიში პირობებით და მრავალი გემის კატასტროფის ადგილად ითვლება, რაც ამ ლეგენდას რეალურ საფუძველს აძლევს. ლედი ლოუინბონდის ლეგენდა ასევე ასახავს იმდროინდელ მეზღვაურთა ცრურწმენებსა და ტრადიციებს, განსაკუთრებით ქალების გემზე ყოფნის შესახებ. ეს ისტორია დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას და ხშირად გამოიყენება ლიტერატურაში, ფილმებსა და ზღვის ლეგენდების კრებულებში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოჩვენება გემი არის მფრინავი ჰოლანდიელი, ალბათ ეს სახელი გეცნოთ, რომლის შესახებ ლეგენდები უკვე საუკუნეების განმავლობაში არსებობს. ეს გემი განთქმულია იმით, რომ თითქოს და ის ოკეანეში მოჩვენებასავით ჩნდება და გემებს ან მეზღვაურებს აშინებს. ლეგენდის მიხედვით მფრინავი ჰოლანდიელი დაწყევლილი გემია, რომელსაც მარადიული ბედი აკისრია. ის ვერასდროს დაბრუნდება ნაპირზე და მუდამ ოკეანეში უნდა იყოს. ლეგენდის ფესვები მე-17 საუკუნეში ჩნდება და ჰოლანდიელ კაპიტანზეა დაფუძნებული, რომლის სახელიც ვან დერ დეკენი იყო. ამბობენ, რომ ერთხელ მოგზაურობისას, როდესაც მისი გემი კეიპის ყურესთან ძლიერ ქარიშხალში მოყვა, კაპიტანმა ღმერთის წინაშე დაიფიცა, რომ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწევდა, თუმდაც ეს ეშმაკთან გარიგების ფასად ყოფილიყო. ამის შემდეგ გემი დაწყევლილი გახდა, ხოლო კაპიტანი და მისი ეკიპაჟი საუკუნო მოგზაურობაში დატყვევდნენ. მფრინავი ჰოლანდიელის შესახებ ცნობები ძირითადად სამხრეთ აფრიკის წყლებში ვრცელდება, განსაკუთრებით კეიპის უბესთან ახლოს. მეზღვაურები ხშირად ყვებიან, რომ ამ გემის დანახვა უბედურების მოახლოების ნიშნად ითვლება. მისი იდუმალება იმდენად ძლიერია, რომ ის შორიდან ნისლში ან მოჩვენებასავით ჩნდება და სწრაფად უჩინარდება. ზოგიერთი ამბავი აღნიშნავს, რომ გემის ეკიპაჟი მოჩვენება და აქცეული და დახმარებას ითხოვს, თუმცა მათი გადარჩენა შეუძლებელია. მეცნიერები და სკეპტიკოსები ამ მოვლენას ხშირად ბუნებრივ ფენომენებს უკავშირებენ. მაგალითად, მირაჟებს ან წყლის ზედაპირზე შუქის არეკლას, რაც ჰორიზონტზე მოჩვენებასავით გემის სახეს ქმნის. მიუხედავად ამისა, მფრინავი ჰოლანდიელის ისტორია მეზღვაურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მყარი და მომხიბვლელი ზღაპარია. ამ ამბავმა შთაგონება მისცა მრავალ მხატვრულ ნაწარმოებს, ფილმსა და ოპერას. ეს კოტოპაქსი. ეს იყო ორთქლით მომუშავე სატვირთო გემი, რომელიც 1925 წლის დეკემბერში გაუჩინარდა ბერმუდის სამკუთხედის რეგიონში. გემი 29 ნოემბერს გავიდა ჩარლსტონიდან სამხრეთ კაროლინაში, ჰავანას მიმართულებით კუბაში, 32 კაციანი ეკიპაჟითა და ნახშირის ტვირთით. გემმა 1 დეკემბერს გაგზავნა საგანგებო სიგნალი, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ ბორტზე წყალი შემოდიოდა და იძირებოდა. ამის შემდეგ გემი და მისი ეკიპაჟი გაუჩინარდა. გაუჩინარების შემდეგ კოტოპაქსი ბერმუდის სამკუთხედის იდუმალ მოვლენებთან ასოცირდებოდა და მრავალი სპეკულაციისა თეორიის საგანი გახდა. გაუჩინარების ერთ-ერთი ძირითადი თეორია ბერმუდის სამკუთხედის იდუმალ ფენომენებთან არის დაკავშირებული. ბევრი ფიქრობს, რომ ამ რეგიონში გემები და თვითმფრინავები მაგნიტური ველის ანომალიების, ძლიერი ამინდის ცვლილებების ან ზღვის დინებების შედეგად ქრება. კოტოპაქსის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ასევე გაჩნდა თეორია, რომ გემი შეიძლება მეკობრეების თავდასხმის მსხვერპლი გამხდარიყო, თუმცა ამაზე მტკიცებულებები არ არსებობს. კიდევ ერთი თეორია გულისხმობს, რომ გემი შესაძლოა ძლიერი ქარიშხლის დროს ჩაიძირა. გემი არ იყო სრულად დაცული ასეთ პირობებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მასში როგორც შეტყობინებაში იყო მოცემული წყალი შედიოდა. 95 წლის შემდეგ 2020 წელს ფლორიდის სანაპიროსთან ახლოს სენტ-აგუსტინთან კვლევარებმა აღმოაჩინეს გემის ნამსხვრევები. დეტალური კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ეს ნამსხვრევები სწორედ ეს კოტოპაქსს ეკუთვნოდა. გემის ნამსხვრევები იპოვეს სწორედ იმ ადგილზე, რომელიც ცნობილია ძლიერი ქარიშხლებით და საშიში დინებებით. კვლევარებმა გაანალიზეს ისტორიული მონაცემები და დაადგინეს, რომ კოტოპაქსის გაუჩინარება დიდი ალბათობით იყო ძლიერი შტორმის შედეგი. გემი, რომელშიც წყალი შედიოდა დიდი რაოდენობით, სავარაუდოდ ჩაიძირა, რადგან მისი ეკიპაჟი ვერ ახერხებდა წყლის ამოტუმბვას საკმარისად სწრაფად. ფლორიდის სანაპიროსთან ახლოს ნამსხვრევების აღმოჩენა ადასტურებს, რომ გემის გაუჩინარება ბუნებრივი მოვლენების შედეგი იყო და არ უკავშირდება რაიმე ზებუნებრივ მიზეზებს. ბერმუდის სამკუთხედში გემთან ერთად თვითმფრინავებიც ხშირად ქრება. ყველაზე იდუმალი შემთხვევა ბერმუდის სამკუთხედში თვითმფრინავების გაუჩინარების ისტორიაში უკავშირდება
ფრენა 19-ს, რომელიც 1945 წლის 5 დეკემბერს მოხდა. ეს იყო 5 ამერიკული სამხედრო ტორპედო ბომბდამშენი, რომელიც რუტინულ სასწავლო მისიას ასრულებდა. მისიის ფარგლებში ფლორიდის ფორტ ლოდერდეილიდან აფრინდნენ ისინი. ეს შემთხვევა ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდია, რადგან არა მხოლოდ ეს 5 თვითმფრინავი, არამედ მათ მოსაძებნად წასული სამაშველო მისიის თვითმფრინავის დაიკარგა. ფრენა 19-ის მისია მოიცავდა ჩრდილოეთით ფრენას ატლანტიკის ოკეანეში, ტორპედოების პრაქტიკულ სროლას და შემდეგ მარშრუტის გაგრძელებას აღმოსავლეთით, სამხრეთით და საბოლოოდ ფორტ ლოდერდეილში დაბრუნებას. ეკიპაჟი შედგებოდა გამოცდილი მფრინავებისგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრობლემები მალევე დაიწყო. ბორტზე კომუნიკაციის ჩანაწერების მიხედვით მისიის ლიდერმა, ლეიტენანტმა ჩარლზ ტეილორმა განაცხადა, რომ მათი კომპასები გაუმართავი იყო და ისინი დაკარგულები იყვნენ. მისიის ყველა თვითმფრინავი ერთი მიმართულებით მიჰყვებოდა ტეილორის ბრძანებებს, თუმცა სავარაუდოდ ისინი ბერმუდის სამკუთხედის ფარგლებში აღმოჩნდნენ და კურსიდან გადავიდნენ. ბოლო კომუნიკაციის დროს ეკიპაჟი იუწყებოდა, რომ საწვავი იწურებოდა და ისინი სავარაუდოდ იძულებულნი გახდებოდნენ ოკეანეში დაშვებულიყვნენ. ამის შემდეგ ფრენა 19-ის თვითმფრინავებთან კავშირი სრულიად გაწყდა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა დაუყოვნებლივ წამოიწყეს სამაშველო ოპერაცია და ერთი სამძებრო თვითმფრინავიც მალევე გაუშვეს. თუმცა ეს თვითმფრინავიც გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მოდელი მგრძნობიარე იყო საწვავის გაჟონვის მიმართ და შესაძლოა აფეთქდა, რადგან ამ ადგილზე გემები აფეთქების კვამლს ხედავდნენ. ბერმუდის სამკუთხედის იდუმალებით მოცულ შემთხვევათა შორის ფრენა 19-მა განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ მოიპოვა, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მისიის ფარგლებში მოხდა და დოკუმენტური ჩანაწერები ამ ფაქტს უფრო რეალურს ხდის. მიუხედავად მრავალი კვლევისა, ფრენა 19-ისა და მისი ეკიპაჟის ბედი დღემდე უცნობია და ეს შემთხვევა ბერმუდის სამკუთხედის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი საიდუმლოა. მთლიანობაში ჩვენი ვიდეოს დასასრულს მივუახლოვდა. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ. გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ სიახლეს. დროებით.